გამარჯობა. მე ნინო სიხარულიძე ვარ, ქართულის მასწავლებელი. დღეს ჩვენ კომიქსი უნდა შევქმნათ. ამისთვის ფურცელი და ფერადი ფანქრები დაგჭირდება. თან გავიხსენოთ რა არის კომიქსი. კომიქსში ჩვენ ამბავს ნახატებით გვიყვებიან, ხოლო პერსონაჟები ერთმანეთთან საუბრობენ და მათი საუბარი სპეციალურ ბუშტებში იწერება. ჩვენ პირველ რიგში ტექსტი უნდა წავიკითხოთ და შემდეგ ამის მიხედვით უნდა შევქმნათ კომიქსი. აბა, დავიწყოთ. რა თქმა უნდა, სანამ ტექსტს წავიკითხავთ, ჯერ გავარკვიოთ სიტყვების მნიშვნელობა, რომელიც შესაძლებელია შენთვის გაუგებარი აღმოჩნდეს. ყურადღებით ამაში ჭკვიანი დაფა დაგვეხმარება. პირველი სიტყვა ეს არის ყანა. ყანა მარცვლოვანი მცენარეების ნათესია. ხორბალი, სიმინდი, ჭვავი, ქერი. აი ამ მცენარეების ნათესს ყანა ჰქვია. შემდეგი სიტყვა გახლავს წყერი. წყერი ფრინველია და ის ასე გამოიყურება. შემდეგი სიტყვა არის აკიდო, რომელიც ჩვენ შეგხვდება და ის არის ვაზიდან აჭრილი წყვილმტევნიანი რქა. წყვილი ნიშნავს ორს ერთად. დააკვირდი ფოტოზე, ორი მტევანი არის ერთ რქაზე. ასეთ აჭრილ მტევნებს ქვია აკიდო. მე მგონი სიტყვების ახსნა დავასრულეთ. მოდი მაინც შევამოწმოთ. დიახ, დაგვისრულებია და შეგვიძლია გადავიდეთ ტექსტის წაკითხვაზე. ეს გახლავს იაკობ გოგებაშვილის ტექსტი 4 სურვილი. პირველად, როდესაც ეს სათაური წავიკითხე, სიმართლე გითხრა, ტექსტი სულ სხვა რაღაცაზე მეგონა. ვიფიქრე, რომ ვიღაცა ჭირვეულ პრინცესას რაღაც 4 სურვილი ჰქონდა, საინტერესოა, შენ რას ფიქრობ, რაზე შეიძლება იყოს ეს ტექსტი. აბა, დაფიქრდი და მე ნახოთ თუ გამართლდება. მინიშნებისთვის კი გეტყვი, რომ წელიწადში რამდენი სეზონი გვაქვს გაიხსენე, რა თქმა უნდა 4. აი ეს 4 სურვილიც ამ წელიწადის დროებთან არის დაკავშირებული. ახლა წავიკითხოთ ტექსტი. ნიკომ პატარა ციგით ბევრი ისრიალა თოვლზე. მერე გაწითლებულმა და გახარებულმა მამასთან მიირბინა და უთხრა: მამიკო, რა კარგია ზამთარი. ნეტავი, სულ ზამთარი იყოს. შენი სურვილი ჩემს წიგნაკში ჩაწერე. სთხოვა მას მამამ. ნიკომ ჩაწერა. დადგა გაზაფხული. ნიკომ პეპლებს ბევრი სდია. ბევრი ყვავილი მოკრიფა და ლამაზი თაიგულები შეკრა. მერე მამასთან მიირბინა და უთხრა: რა მშვენიერია ეს გაზაფხული. ნეტავი, სულ გაზაფხული იყოს. მამამ ნიკოს ეს სურვილიც თავის წიგნაკში ჩააწერინა. მოვიდა ზაფხული. ნიკო და მამამისი ყანაში ერთად წავიდნენ. ბავშვი მთელი დღე დიდ სიხარულში იყო. ხან წყალში ბანაობდა, ხან მარწვს კრებდა და ხან მწყრებს დასდევდა. საღამოს რომ მამასთან მივიდა, უთხრა: როგორ ვისიამოვნე. რა კარგი იქნებოდა, რომ მუდამ ზაფხული ყოფილიყო. წარმოგიდგენია, ყველა წელიწადის დროზე იძახის, ნეტა მუდამ ზაფხული იყოსო, ან ნეტა მუდამ შემოდგომა იყოს, ან ნეტა მუდამ გაზაფხული იყოს. ყველა მოეწონა. ეს სურვილიც მამამ წიგნაკში ჩააწერინა ნიკოს. შემდეგ რომელი სეზონი მოდის? შემოდგომა. ხო და ტექსტიც ასე გრძელდება. დადგა შემოდგომა. ბაღები მწიფე ხილით აივსო. ვენახებში ჩამწიფებული მტევნები ვაზებზე დნებოდა. ნიკომ რთველში ბევრი აკიდო აჭრა. და საღამოთი მამას უთხრა. მე მგონი უკვე მიხვდი, რასაც ეტყოდა მამას. დიახ. შემოდგომა
ყველა დროს ჯობია ნეტავ სულ შემოდგომა იყოს. მამამ მეოთხე სურვილიც ჩააწერინა ნიკოს წიგნაკში და შემდეგ ყველა ერთად წააკითხა. ნიკო მიხვდა, რომ წელიწადის 4-ვე დრო თავისებურად კარგი ყოფილა. აი, ასეთი იყო ჩვენი ტექსტი და ამბავი, რომელიც ნიკოს გადახდა. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ კომიქსის შექმნაზე. რა გვჭირდება ამისთვის? ამისთვის პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რაზე დავფიქრდეთ. ნახოთ. კომიქსის შექმნის დროს ჩვენ უნდა კარგად დავამუშავოთ ტექსტი და ასევე, რა თქმა უნდა, გვჭირდება ფურცელი და ფურცელზე შესაბამისი დანაყოფები უნდა გადავიტანოთ. მოდით ჯერ ტექსტს მივხედოთ. რას ვაკეთებ ტექსტში? უნდა შევარჩიო ნაწყვეტები, რომელსაც კომიქსში გადავიტან. გაიხსენე, რამდენი წელიწადის დრო იყო? 4 წელიწადის დრო. ყოველ დროს ნიკო რაღაცებს ნახულობდა, ბანაობდა, კრეფდა და ასე შემდეგ. ესე იგი 4 დანაყოფი ჩვენ ფურცელზე აუცილებლად უნდა გადავიტანოთ. გარდა ამისა, როდესაც ყველა სურვილი ჩაწერა, რა მოხდა შემდეგ მამამ რას თხოვა? რომ 4-ვე ერთად გადაეკითხა. ესე იგი ჩვენ მეხუთე დანაყოფიც დაგვჭირდება კომიქსისთვის. ასევე ჩვენ ტექსტში უნდა დავაკვირდეთ პერსონაჟის რეპლიკებს, ანუ რასაც პერსონაჟები ამბობდნენ ტექსტში, მათ სიტყვებს. იმიტომ რომ ეს სიტყვები ჩვენ მერე ბუშტებში გვაქვს გადასატანი. და რა თქმა უნდა, ბუშტები ფურცელზე აუცილებლად უნდა არ დაგვავიწყოს, გადავიტანოთ და დავუთმოთ სპეციალური ადგილი გამოვუყოთ მათ. ახლა ვცადოთ უკვე კომიქსის შექმნა. ესეც ჩვენი ფურცელი, იმედი მაქვს შენც მოემზადე, შეგიძლია გადაიტანო 5 დანაყოფი. არ არის აუცილებელი ზუსტად ასე დაყო. შენ როგორც ჩათვლი საჭიროდ. და დავიწყოთ. პირველი სეზონი, რომელიც იყო ნახსენები, ეს იყო ზამთარი. როდესაც ციგით ბევრი ისრიალა და ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი დარჩა ჩვენი ნიკო. დავხატოთ ნიკო, დავხატოთ მამა და მივანიშნოთ, რომ ზამთარია. აბა ვცადოთ. მოდი ეს იყოს ჩვენი ნიკო. რა თქმა უნდა, ვხატავთ რაც შეიძლება მარტივად. მოდი ეს თმებიც გავუკეთოთ და ფეხიც, ხელებიც. დავხატოთ მამა. რა თქმა უნდა, გვჭირდება ტანი. აი ასე. და გავიხსენოთ, რითი შეგვიძლია მივანიშნოთ, რომ ზამთარია. მოდი ფიფქები დავხატოთ. ვითომ თავს. შეგვიძლია ციგის დახატვას, თუმცა მე არ ვიცი ციგა როგორი ხატება. თქვენ სცადეთ. და გვჭირდება აუცილებლად ბუშტი, იმისთვის რომ ჩავწეროთ, რას ამბობს ამ დროს ნიკო. ეს იყოს ჩვენი ბუშტი და რა იყო ნიკოს რეპლიკა? ნეტავ, სულ ზამთარი იყოს. ჩავწეროთ, თქვენც აუცილებლად თქვენ ფურცლებზე გადაიტანეთ იგივე. ახლა გავიხსენოთ რომელი სეზონი იყო შემდეგ. ზამთრის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოდის გაზაფხული.
და გაზაფხულზე თუ სწორად მახსოვს კრებდა ყვავილებს. ესე იგი ჩვენ უნდა დავხატოთ ნიკო ყვავილებით. შენც ჩემთან ერთად ხატავ. ხატავთ ნიკოს. და გაიხსენე თან რა თქვა ამ დროს. იგივე თქვა გაზაფხულზეც, ნეტავ სულ გაზაფხული იყოს. ასევე შეგვიძლია ის ყვავილები დავხატოთ ირგვლივ. რა თქმა უნდა, აქ მამიკო მასთან ერთად იყო, მაგრამ არ არის აუცილებელი ჩავხატოთ. და აუცილებლად ვაკეთებთ ისევ ბუშტს. დავწერთ ნიკოს ნათქვამს. ესეც გავამზადეთ. როგორ ფიქრობ? შემდეგი რა უნდა გავაკეთოთ? შემდეგი წელიწადის დრო. ზაფხული. ზაფხულში თუ მოახსოვს, მარწუს კრებდა, ბანაობდა. ანუ შეგვიძლია დავხატოთ არ ვიცი, ზღვის ტალღები მაგალითად, ან დინარის ტალღები. იმის მისანიშნებლად, რომ ცურავ, შეგვიძლია დავხატოთ მზე. მართალია მზე ტექსტში არ იყო ნახსენები, თუმცა ზაფხულში ძალიან ცხელა და შეგვიძლია ამითაც მივუთითოთ, რომ ეს წელიწადის დრო ზაფხულია ჩვენს ამ მონაკვეთში. და რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭი ნიკო. რომელსაც აუცილებლად ისევ ბუშტი უნდა მივუხატოთ. რას დავწერდით? ნეტავ სულ ზაფხული იყოს. მოდი ახლა საშინაო დავალებას გეტყვი. მე ვფიქრობ, თუ შენ ამ კომიქსს დაასრულებ, ან შეგიძლია შენი საყვარელი მოთხრობა აირჩიო და კომიქსი მასზე შექმნა. შექმენი კომიქსი, გაიხსენე შენი საყვარელი მოთხრობა ან ზღაპარი, შეარჩიე ნაწყვეტები, როგორც ჩვენ შევასრულეთ, დაწერე აუცილებლად სათაური, დაწერე შენ მიერ შერჩეული ყველა ნაწყვეტი და პერსონაჟის სიტყვები ჩაწერე ბუშტებში. რა თქმა უნდა, წაიკითხე, თუ რაიმე გამოგრჩა, ჩაამატე. შევაჯამოთ, დღეს ჩვენ ვისწავლეთ და შევქმენით კომიქსი. სულ ეს იყო. გემშვიდობებით. კარგად.